გადაცემა ერთი დღე სოფელში იტალიას სტუმრობს. დღეს ჩვენ ულამაზეს ბარში ვმოგზაურობთ, სადაც ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. მიუხედავად განსხვავებული ენისა და კულტურისა, სრულიად უცხო მიწაზე ისინი მაინც ახერხებენ ცხოვრება ქართულად გააგრძელონ. თუ როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს ქართველი ემიგრანტები, ამას გადაცემაში გიამბობთ. ეს არის ბარი სამხრეთ იტალიის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ერთდროულად ინახავს რომაულ ისტორიას, ქრისტიანულ ტრადიციას და ხმელთაშუა ზღვის სიცოცხლით სავსე რითმს. აქ ადრიატიკის ზღვასთან ახლოს ქუჩების ლაბირინთებში ძველი ევროპა და თანამედროვე ქალაქის პულსი ერთმანეთშია არეული. ზღვის სურნელი ქვის ძველი კედლები და მზის სხივებით გაჯერებული ბარის ქუჩები. შეუძლებელია არ შეიგრძნო და ერთი ნახვით არ შეგიყვარდეთ. ბარში სეირნობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ძველ უბანს და მოინახულოთ მისი ვიწრო ქუჩები. აქ სეირნობისას შეიძლება დაიკარგოთ კიდეც, თუმცა მე მაინც გირჩევთ, რომ მოდუნდეთ და დატკბეთ აქ არსებული რომანტიკული ატმოსფეროთი. ბარში ბევრი ღირსშესანიშნაობის ნახვა შეიძლება, მაგრამ ჩვენ აქ ამჯერად სულ სხვა ამბის მოსაყოლად ჩამოვედით. დრო არ ითმენს, ამიტომ ჩქარობთ. საქართველოდან იტალიამდე თითქმის 3000 კილომეტრი გამოვიარეთ, რომ თქვენთვის ქართველი ემიგრანტების ყოველდღიურობა გვეჩვენებინა. თუმცა ამ მანძილის გავლა ნამდვილად ღირდა, რადგან ჩვენ აქ ჩვენიანები გველოდებოდნენ. დღეს ჩვენი მასპინძელი ხათუნა შარაძეა, რომელიც იტალიაში უკვე 7 წელია ცხოვრობს. ის საემიგრაციო ჟურნალისტია, რომელიც ემიგრანტებს უცხო ქვეყანაში ინტეგრირებას და აქ ცხოვრებისთვის საჭირო ინფორმაციას აწვდის. სანამ აქამდე მოვიდოდა, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწია, თუმცა მან ეს ყველაფერი შეძლო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ოზურგეთელი გოგო შუაგულ იტალიაში, ქალაქში, სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეძლო. ხათუ გამარჯობა. გამარჯობა ნადი. როგორ ხარ? კარგად. მოგესალმები ჩემს მეორე ქალაქში. მოგესალმები სამხრეთ იტალიაში, იტალიის გამორჩეულ ადგილას და მიხარია, რომ დღეს თქვენ ჩემი სტუმარი ხართ. განსაკუთრებულად სასიხარულოა შენი გადაცემის ჩამოსვლა სამხრეთ იტალიაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. შენი ისტორია, მე როგორც ვიცი, დაიწყო კასტელანა გროტეში. შენ ცხოვრობ ძალიან პატარა კუსკუსა, ასე ვთქვათ, ქალაქში, რომელიც ბართან ახლოს მდებარეობს და ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებ. აბა გვითხარი, რატომ მაინც და მაინც ეს ადგილი და რატომ მაინც და მაინც იტალია? რატომ მაინც და მაინც იტალია? იმიტომ რომ აქ მყავდა ნათესავი, რომელმაც მირჩია, რომ იტალიაში წამოსულიყავი მას შემდეგ, რაც სამსახური დავკარგე. ემიგრაციამდე მე ვიყავი ქალაქ ოზურგეთის მერის პრესამსახურის უფროსი სამწუხაროდ, იმიტომ რომ მე მიყვარდა ჩემი საქმე და მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი და დღეს 7 წლის მერეც კი გული მწყდება იმაზე, რომ მე დღეს არ ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს, თუმცა შევძელი, რომ ემიგრაციაში შემექმნა სივრცე, რომელიც ემიგრანტებს გამოადგებოდა. პირველივე დღიდან ემიგრაციაში ოჯახთან ერთად ჩამოვედი, მაშინ ჩემი შვილი 4 წლის იყო, ჩვენ ჩავალაგეთ ბარგი და მთელი ჩვენი ბარგი, მთელი ჩვენი ცხოვრება იმ დროისთვის 38 კილოგრამს იწონიდა და ასე ჩამოვედით სამხრეთ იტალიაში. რატომ სამხრეთ იტალიაში? იმიტომ რომ მინდა თქვენს მაყურებელს ვუთხრა, რომ ერთ ქვეყანაში ორი სახელმწიფოა, სამხრეთ და ჩრდილოეთ იტალია, რომელიც თვისობრივად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. სამხრეთ იტალია ძალიან გავს საქართველოს, იმიტომ რომ იმდენად ქართველური ღია ბუნება ახასიათებს სამხრეთ იტალიელებს, რომ აქ არალეგალ ადამიანს შეუძლია ცხოვრება ნულიდან დაიწყოს და განვითარდეს. როგორი იყო გზა? ის გზა, რომელიც 7 წლის წინ გამოიარე, ოზურგეთელმა გოგომ აქ საკმაოდ კარგი სამსახურიდან წამოხვედი,
ძალიან განათლებული ადამიანი ბრძანდებით, ჟურნალისტი ხართ და რა თქმა უნდა გექნებოდათ თქვენი ამბიციები, თქვენი მიზნები, თუმცა ამ ყველაფერზე რაღაც დოზით უარი თქვით და არჩიეთ ემიგრაცია. რა სირთულეებს წააწყდი პირველად? თქვენ გადაცემის დასაწყისში თქვით, რომ მე გურული ვარ. შესაბამისად გადაწყვეტილებაც გურულად ექსპრომტად და ცოტა გულახდილად რომ გითხრათ დაუფიქრებლადაც მივიღეთ. თუმცა ამას ჰქონდა თავისი რეალური მიზეზი, ეს იყო დიდი გულდაწყვეტის და დიდი იმედგაცრუების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც ცხელგულზე დაწყებული ემიგრაცია კი ნამდვილად კარგი სათაური მოუფიქრეთ ჩემს ემიგრაციას, იმიტომ რომ მოუმზადებელი ჩამოვედით. მიუხედავად იმისა, როცა ადამიანი ჩემის აზრით ემიგრაციას ირჩევს, მე ვფიქრობ, რომ ის საკუთარ თავს მხოლოდ საუკეთესო მოლოდინებზე უყვება და ის ვერ იმეტებს საკუთარ თავს იმ ფიქრებისთვის, რომ მოემზადოს ფსიქოლოგიურად, თუ რისი გადატანა უწევს. ჩემ შემთხვევაში ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მე მქონდა ჩემი კარიერა, მე მქონდა ჩემი საქმე, მე რთული რომ მე ვიყავი შემდგარი ადამიანი. და უცებ ჩამოდიხარ უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში, სადაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე ამ სიტყვას, მაგრამ შემდგარი რეალიზებული ადამიანი, გადაწყვეტილების მიმღები პირი, გაგაჩნია რაღაც საკუთარი, თუნდაც მცირედი, მაგრამ რეპუტაცია და ავტორიტეტი და უცებ ერთ მშვენიერ დღეს და ეს მშვენიერი დღე ძალიან მოკლე ინტერვალში დგება, დამოუკიდებლად პურის ყიდვაც კი არ შეგიძლია. იმიტომ რომ შენ აღმოჩნდი ქვეყანაში, სადაც არ იცი ენა, ხარ სრულიად მოუმზადებელი, მოლოდინები, რაც საკუთარ თავს შეუქმენი, აბსოლუტურად განსხვავდება რეალობისგან და მორალურად, ემოციურად, რაღაც ეტაპზე ფსიქოლოგიურადაც კი იწყება პრობლემები. უცხო მიწაზე ყველაფრის თავიდან დაწყება არ იყო მარტივი. თუმცა, როგორც თვითონ ხუმრობს იტალიაში თავის სწრაფად დამკვიდრებაში, გურული ხასიათი დაიხმარა. თავიდან ენის ბარიერის გამო უჭირდა სამსახურის პოვნა, მაგრამ ხშირი კომუნიკაციით, მონდომებით და ინტერნეტის გამოყენებით ეს პრობლემაც მოაგვარა. პირველი სამსახური სადაც იმუშავეთ? როგორ გახსენდება? ვინაიდან მე ენა არ ვიცოდი და ვინაიდან ძალიან ბევრი პრობლემა იყო თავდაპირველად, ერთჯერად სამსახურებზე შესვლა მიწევდა. ეს ნიშნავს ვიღაცების შემცვლელად ყოფნა. ჩემი პირველი სამსახური იყო 83 წლის მოხუცი ლინა, რომელთანაც მთელი დღის მანძილზე უნდა ყოფილიყავი. უბრალოდ უნდა ყოფილიყავი. ლინა ნამდვილად გავდა ბებია ჩემს. მე დღემდე მაქვს ლინას ფოტო შენახული, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ნამდვილად ტრაგიკული ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი 83 წლის ადამიანი გთხოვს დახმარებას და შენ ვერ ხვდები რას გეუბნება. მზაობა გაქვს რომ შენ იმუშაო მისი მოთხოვნები დააკმაყოფილო, მაგრამ ენის ბარიერი არ გაძლევს ამის საშუალებას. შემდეგ დავიწყე მუშაობა დამლაგებლად. მაქვს ეს გამოცდილებაც ქორწინების ბეჭედმა ტკივილი პირველად ემიგრაციაში მომაყენა, იმიტომ რომ ფიზიკურ შრომას მიჩვეული არ ვიყავი და როცა მე ფიზიკური შრომა მიწევდა, შევხედე რომ აქ წყლიანი ბურთულები გაჩნდა და მოიხსენი 6 თვე ქორწინების ბეჭედი მოიხსენი, იმიტომ რომ ტკიოდა. ბევრი მტკივნეული დღე გამოიარეთ, მაგრამ ახლა როგორც ვიცი, ქალაქ ბარში შრომობთ და საკმაოდ კარგი სამსახური გაქვთ საკუთარი ონლაინ პლატფორმა, სადაც ჯგუფი ყავთ და შეგიძლიათ თქვენი ხმა მიაწვდინოთ ბევრ ემიგრანტს, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა დანარჩენზე ვფიქრობ გავაგრძელოთ საუბარი უკვე ბარში და ვნახოთ კიდევ ბევრი საინტერესო ადგილი. კარგით, წავედით. სანამ ხათუნა თავის ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ გვიამბობდა, მანამ ბარის ისტორიულ ნაწილში მიგვიპატიჟა, რომელსაც აქაურები ძველ ბარს ეძახიან. აქ ქუჩები სავსეა პატარა ეკლესიებით, ულამაზესი კაფეებით და ფერადი სუვენირებით, მაგრამ ქალაქის სტუმრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სანახავი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაა. ბარის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა,
რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებისთვის. ზუსტად აქ 1087 წელს გადმოასვენეს წმინდა ნიკოლოზის მირონ მდინარე ნაწილები. მთელი მსოფლიოს ქრისტიანებისთვის ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი არის გამორჩეული ადგილი, ვინაიდან ის ასევე მიგრანტების მფარველწმინდანად ითვლება. თან მინდა გაჩვენო ერთი საინტერესო რამ, ეს წმინდა ნიკოლოზის ქანდაკება გააკეთა ქართველმა მოქანდაკემ ზურაბ წერეთელის მიერ არის შექმნილი და ესეც ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოსანახულებლად მსოფლიოს ყველა ადგილიდან მოდიან, იმიტომ რომ წმინდა ნიკოლოზი ითვლება წმინდანად, რომელიც შეისმენს ხოლმე მორწმუნეების ლოცვა-ვედრებას. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რამდენი წერილი დაგხვდება ტაძარში მის საფლავზე და ეს ნამდვილად განსაკუთრებული ნაწილი არის მორწმუნეებისთვის. შევიდეთ ტაძარში. აქ არის დასვენებული წმინდა ნიკოლოზის ნეშტი, სადაც ყოველთვის ასეთი ამბავია და ეს ნამდვილად საწალმოქმედი ტაძარია, ამას თავადაც ხედავთ. ნამდვილად. შეგვიძლია ვნახოთ. ჩვენც შევალთ. ახლოსაც მივიდეთ, რამდენადაც შევძლებთ. ჟურნალისტი. თუმცა ძნელია უცხო ქვეყანაში შენი პროფესიით დაიმკვიდრა თავი და იმუშაო. როგორ შეძელით ეს ყველაფერი, რომ მაინც ვერ მიატოვეთ თქვენი პროფესია და ამ პლატფორმაზე საკმაოდ აქტიური ხართ? მე ვფიქრობ, ამაში ჩემი წარსული გამოცდილება ის კვალიფიკაცია და გურულობა დამეხმარა, იმიტომ რომ პარალელურად ემიგრანტის სტატუსისა და იმ საქმისა, რასაც ემიგრაციამ თავაზობდა, არ ვერ მივატოვე ჩემი საყვარელი საქმე და ესე ფაქტობრივად ექსპრომტად დაუგეგმავად საბოლოო ჯამში ასე გავხდი საემიგრაციო მედია პლატფორმა აპრიორიტივის დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში. თუმცა რომ არა აუდიტორიის, ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა და ინტერესი იმ თემების მიმართ, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ვაშუქებდი და დღემდე ვაგრძელებ, ვერ შედგებოდა ეს პლატფორმა, ეს მედია. მე როგორც ვიცი, მუშაობთ ერთ-ერთ საიმიგრაციო სამსახურში, რომელიც ასევე აქტიურად ეხმარება ქართველებს. ეს არის ქართულ-იტალიური ასოციაცია ჯეოჰაუსი საემიგრაციო. ბარის ემიგრაცია განებივრებულია ნამდვილად ამ კუთხით. იტალიის სხვა ქალაქებში დიასპორა ასეთი მობილიზებული და ინტეგრირებული ვერ არის და სწორედ ჩემი აქტიურობის და ჩემი საქმიანი სფეროდან გამომდინარე მოხდა ისე რომ
ამ საემიგრაციო ოფისშიც დავიწყე მუშაობა. ეს არის ცენტრი, სადაც ემიგრანტი მიიღებს ყველანაირი მომსახურებობას, რაც ფუფუნება ნამდვილად ემიგრანტებისთვის. ჩვენ უკვე მოვედით ჯეოჰაუსის ოფისთან და შეგვიძლია ერთად ვნახოთ რა ხდება იქ. ჯეოჰაუსი არის ქართულ-იტალიური საემიგრაციო ასოციაცია, სადაც ხათუნა შარაძე რამდენიმე თვეა მუშაობს. ის ქართველი ემიგრანტების ინფორმირებისთვის ყველა აქტიურ პლატფორმას იყენებს. ასოციაციის დამფუძნებელი ხათუნა ბოლაშვილია, რომელსაც თავის ოფისში ქართველები და იტალიელები ერთდროულად ჰყავს დასაქმებული. მე ვარ ნათია, ჩვენ მოვედით. ეს არის ჯეოჰაუსი, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი დადის და აგვარებენ თავიანთ საჭიროებებს. აი, რამდენი ქართველი გამარჯობათ. მოლედინის რეჟიმში. ჯეოჰაუსის წარმატების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს არის გარემო, სადაც ოჯახის წევრებისგან შედგება ეს ყველაფერი, დასაქმებული არიან ოჯახის წევრები და ერთგვარი ციხესიმაგრეა ემიგრაციაში შეეძლო გქონდეს მყარი ფუნდამენტური შესაძლებლობები სანდო და ერთგულ ადამიანებთან ერთად. ახლა მე მინდა გაგაცნო ნათია ნინო, რომელიც არის ქართული სახლის მენეჯერი, ჯეოჰაუსის მენეჯერი და ის გაცილებით უკეთესად იწყეს იმ საქმეზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი თვითონ გახლავს. ჯეოჰაუსი უკვე 15 წელია წარმატებულად ფუნქციონირებს. ჩვენ ვეხმარებით ემიგრანტებს ნებისმიერი საემიგრაციო საკითხების მოგვარებაში, ასევე იურიდიულ საკითხებზე მუშაობ და ნებისმიერი რაც დასჭირდება რიგით ემიგრანტს, ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეგვიძლია. ჩვენ ვთავაზობთ, როგორც აღვნიშნე, საემიგრაციო საკითხების მოგვარებას, მაგალითად, პერმესო დისოჯორნოების განახლებას და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერი საკითხი, რაც ემიგრანტს შეიძლება დაჭირდეს მოგვარებადია ჩვენთან და ძალიან მოკლე დროში ვაგვარებთ ამ თემებს. ძალიან ბევრი ქართველი გვაკითხავს, განსაკუთრებით ჩვენთან დატვირთულია ორშაბათი და ხუთშაბათი. ხუთშაბათობით აქ რაღაც 100-მდე ადამიანი მოდის დაახლოებით თუ არა მეტი. და რა ვიცი, ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ და ვცდილობ ემიგრანტებს ყოველდღიურობა რაღაცით მაინც გავუმარტივოთ. Salve, sono Lorenzo Papa. გამარჯობა, მე ვარ ლორენცო პაპა, დომინას ასოციაციის პრეზიდენტი. დომინას ასოციაცია არის ყველაზე დიდი პროფესიული ასოციაცია. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მქონდა შესაძლებლობა გამეცნო ქართველი ხალხი, რომელიც ძალიან შემიყვარდა. მათი უმეტესობა, თითქმის 80% აქ ზუსტადაც რომ სამუშაოდ ჩამოდის. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც ენის ბარიერის, ასევე კანონთან დაკავშირებული ნიუანსების დაძლევაში. ყოფილ ვარ საქართველოში და ის ძალიან შემიყვარდა, რაც ჩემს ოფისსაც ეტყობა. ძალიან მომეწონა ბუნება. სამზარეულო ღვინო და ვაპირებ კიდევ გეწვიოთ. Penso che anche a breve ci tornerò. ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე თანამშრომლობთ ქართველებთან. ჩვენ სიმბოლურად თქვენ ღვინო კი გიყვართ, მაგრამ აი ეს ჩურჩხელა ჩამოგიტანეთ. ეს კიდევ ჩვენი ქართული დროშა. Beh, questo l'apprezzo anche moltissimo. Grazie, grazie. ქართველებს ემსახურებით და გვეხმარებით. Ciao. Ciao, 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 ciao. ბარის ემიგრაცია განებივრებულია ქართული რესტორნებით. როგორც ბევრი ქართველი ხათუნა შარაძეც ხშირი სტუმარია ძველი თბილისის, სადაც უგემრიელესი ქართული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. ხათუ, კულინარიასთან როგორ ხარ? ზოგადად იტალიური სამზარეულო ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ ქართველისთვის ქართული კერძი ჩემი აზრით არის შეუცვლელი. რაც შეეხება ქართულ გემოებს, პირველი ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების შემდეგ რაც გენატრება ემიგრანტს, ეს შენი ქართული სამზარეულოა, რომელიც შენი იდენტობაა, შენი კულტურაა, შენი თვითმყოფადობაა და შენი ნაწილია შენი ცხოვრების და არსებობს ბარში ასეთი რესტორანი ძველი თბილისი, Old თბილისი, სადაც ქართველებს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი ქართული გემოები გავიხსენოთ, როცა მოგვინდება და როცა მოგვენატრება. სანამ ქართულ კერძებს დავაგემოვნებთ, მე მინდა
სპეციალურად თქვენთვის წამოღებული ქართული ღვინო, ჩურჩხელა გადმოგცეთ და საქართველოს დროშა, რომელსაც ვიცი განსაკუთრებით გაუფრთხილდებით. აი ესეთი ღვინო ერთი დღე სოფელში. ჩვენგან სამახსოვროდ. დავაგემოვნოთ ერთად სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. ძალიან გამიხარდა. მადლობა. მიხარია რომ გაგახარე. ჩვენ უკვე ველოდება მას პენძელი, რომელსაც ქალაქ ბარში, იტალიაში უკვე 3 რესტორანი აქვს. აბა გავიცნოთ. ეს არის ქალბატონი ლელა მოსიაშვილი. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა. სტუმრები. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ სტუმრობისთვის, უღმესი მადლობა. იცით ალბათ გახლავართ ლელა მოსიაშვილი, 21 წელი ემიგრანტი იტალიაში და რა ვიცი, ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა, ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი, ჩემი მეორე სამშობლო და მეორე სახლი, ასე რომ ვთქვათ. ქალაქ ბარში ძალიან ბევრი ემიგრანტია და მქონდა ამის საშუალება და დიდი სურვილი პირველ რიგში რომ შემექმნა რაიმე ქართული პატარა კერა. სადაც ჩვენ ქართველ ემიგრანტებს ექნებოდათ საშუალება რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, ესაუბრათ აი ამ თავიანთ ჩვენს მშობლიურ ენაზე და პირველ რიგში ასევე დაეგემოვნებინათ ჩვენი ქართული კერძები. უკვე მე 3 წელია არსებობს ძველი თბილისი რესტორანი. ყავს უამრავი მადლიერი მომხმარებელი, როგორც ჩვენი ქართველები, ასევე უამრავი იტალიელები და უცხოელები. აი ძალიან ბევრი. შემიძლია ვთქვა, რომ 80% მუშაობთ იტალიელებზე და უცხოელებზე, დიახ. და მათი განსაკუთრებული კერძი, ასე ვთქვათ, აი საყვარელი კერძი არის აჭარული ხაჭაპური. ძალიან უყვართ აჭარული ხაჭაპური, მწვადი. ძალიან უყვართ ასევე ბადრიჯანი ნიფსით სალათებიდან და ჩვენი ღვინო. გაუმარჯოს ბაში თქვენს ამ ქართულ ამბავს შუაგულ იტალიაში ბარში და მინდა რომ წარმატება გქონდეთ. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. უბრალოდ ქართული რესტორანი გისურვოთ და ბევრი კმაყოფილი სტუმარი. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ დახვედრისთვის. გასაგებია. მართალია რესტორანში უგემრიელესი კერძები დავაგემოვნეთ, მაგრამ ბარში მომზადებულ აჭარულ ბორანოზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდით. ამიტომ ემიგრაციაში მცხოვრებ ერთ ძალიან კარგ აჭარულ ოჯახს ვესტუმრეთ. ნათია, ვინაიდან თქვენ აჭარიდან ხარ, მე არ შემეძლო არ გამეცნო თქვენთვის იტალიაში, სამხრეთ იტალიაში აჭარელი ოჯახი, ბიბინიძეების ოჯახი, მინდა გაგაცნოთ, ახლა ეს ოჯახი ერთად ვესტუმროთ, სადაც თქვენ სიურპრიზი გელოდებათ. სიამოვნებით, გამოყვებით ჩემს აჭარლებთან და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ ოჯახში მიგყავართ. ნამდვილად წავედით. გამარჯობა. გაგიმარჯოთ. ჩვენ მოვედით ბიბინიძეების ოჯახში, ბუბა გამარჯობა. გაგიმარჯოთ. ეს არის იტალიაში აჭარული ოჯახი, სადაც სუფევს ბედნიერება, სიხარული, მრავალჯამიერი და ხშირად როცა მენატრება საქართველოს და ქართული კუთხე, მოვდივართ ხოლმე ოჯახში, ჩვენ ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს და ხშირად ვსტუმრობთ ერთმანეთს. ძალიან სასიამოვნოა, გამარჯობა. ხელ როგორ ხართ? ჩემ მეუღლე, შვილი, დიშვილი. თავის ოჯახი. ესე იგი დიდი ოჯახი, რა თქმა უნდა. ჩამოგიჯდებით, გაგესაუბრებით. თილოს მოგზანდით. მიხარია მაინც ჩემს ტერიტორიაზე უგრძნობა ახლა თავს. გაიხარეთ? იტალიაში, მაგრამ ჩვენ ჩამოვედით 9 წლის წინ ევროპაში, რადგან დედა აქ იყო და გადავწყვეტეთ ჩამოსულიყავით ეკონომიური მდგომარეობის გამო, გადავწყვეტეთ აქ ჩამოსვა და დედამ ძალიან დაგვეხმარა. პირობები შეგვიქმნა იმისი, რომ ვიყავით 9 თვის ფეხმძიმე და ლიზა გაჩნდა აქ. პერიოდი იყო ისეთი, რომ ვერ აეწყობი ასე უცებ ევროპაში სირთულე იყო, მაგრამ გადავლახეთ ლიზა და მამა იყო სახლში, ზრდიდა ბუბამ გაზარდა ლიზიკო და რა ვიცი, ლუკა ჩაერთო სწავლაში, ცოტა
იყო პრობლემები თავიდან, მაგრამ ეხლა ისე არის გადართული იტალიელ ბავშვებზე, იტალიურ სწავლაზე და განათლებაზე, ეხლა რო უთხრა საქართველოში წავიდეთ და იქეთ იხევს უკან. შეიძლება აღარ გამოყვეს. არა, გამოყოლით აუცილებლად გამოყვება. ძალიან მიხარია რომ აუწყეთ ფეხი აქაურ ცხოვრებას, მაგრამ ვცდილობთ რომ მაინც ქართულად გავაგრძელოთ ცხოვრება იმ ტრადიციებით, რა ტრადიციებითაც აი გაიზარდეთ და რაღაცნაირად უფრთხილდებით. მე მჯერა აი ფორმას ეთხოვა ლიზიკოს, რომელიც გაჩნდა იტალიაში. ლიზიკოს ძალიან უყვარს საქართველო და ცეკვაში დავყავს ქართულ ცეკვაში. და ცეკვავს ქართულად, ლამაზად, აჭარულად ცეკვავს. და ძალიან უნდა საქართველოს ლიზიკოს. ყოველთვის გვეხარწება წავიდეთ საქართველოში, წავიდეთ საქართველოში. ძალიან მოეწონა. მოგწონს ლიზი, რა მოგწონს? აი, რო ჩამოდიხარ ბათუმში განსაკუთრებით. ვა. არა, კიდე? ვა, საზამთრო. აჭარული ხაჭაპური? შვილების ყოფნა. ანუ ბებია ბაბუები ხაჭაპური. ყველა შვილიშვილები ერთად ვიყავ. რო არიან ანუ. დიდი ოჯახი ესე იკრიბება. ბუბა, თქვენ გითხავთ, მე როგორც ვიცი, წარმოშობით ხართ სხალთიდან, თქვენი გვარი იქიდან წამოვიდა. აი, რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ. სად დაიბადეთ და გაიზარდეთ? რამდენი ხანი გაატარეთ სოფელში და როგორ შეგელიენ ოჯახის წევრები, როგორ გამოგიშვეს იტალიაში? მე ბაბუა ჩემი 99 წელში სტიკი დაზა როგორ თქმარ ვიცი. გადასახლეს, ანუ თქვენი ოჯახი ხო, მოხდა გადასახლება იმერეთში. ბაბუა ჩემა გაირჩია ხონის რაიონი. 12 წელს ვიყავი, როცა გადავედი საცხოვრებლად იმერეთში. ბავშვობა, მთელი ბავშვობა ეს პატარაობა აჭარაში გავატარე, სხალთისწყობაში. ჩემი ხსერებაში დარჩა და არის და იქნება ყოველთვის ის პატარა კუთხის ლამაზი ხეობა, რომელიც რო ყოველთვის ჩემი სიამაყე არის რა. შემდეგ საცხოვრებლად გადავედი ქუთაისში. სამსახურიდან გამომდინარე. და იმერლების სიძე გახდა. იმერლების სიძე გავხდი, რა თქმა უნდა. და დღეს მაქვს ბედნიერი ოჯახი. საქართველოში ვიყავი სამხედრო პირი. მაქვს მისიებში მონაწილეობა მიღებული, 12 წელი ვემსახურებოდი იმ სამშობლოს, შეერაღებულ ძალებს. შემდეგ ისე მოხდა, რომ მომიწია კონტრაქტის შეწყვეტა და წამოვედი იტალიაში. თქვენ ხართ დიშვილი, ხო? კი. ბუბას. რო გითხრათ, საიდან ჩამოხვედით? რა გვარის ხართ? მე ვარ ქუთკარაძე, დავიბადე შუახევში. ან მე ვიზრდებოდი ბაბუასთან, მიზიას ოჯახში. და ანუ იქაური სიყვარულიდან ყველაფერთან გამომდინარე, მაინც ავიჭიე. წამოდი ბიზიას. ბიზიას გამომყევი, ესე რომ ვთქვა რა, ეხა ხვალ არის ხოთაშორის 3 წელი გახდება, რაც აქეთა ვარ მეც და რავი, ну კარგად გძნობ თავს რა, რესტორანშიც მუშაობ ხოლმე ბიზიასთან ერთად და ისეც გარეთ ეხა ძალიან მე გავიცანი აქ ამ ქალაქში. ძალიან მომწონს და მუშაობ რა ერთი სიტყვით. მეუღლე, შვილი? კი, მეუღლე ერთი წელი რაც აქეთა. ვიყავით შეყვარებულები, სანამ აქეთ წამოვიდოდი. და კარგახანი რო ვერ ჩავედი, მე ისე მოხდა, რომ გადავწყვიტე ჩამოსულიყო თვითონ აქეთ. და ესე შევქვენი ბედნიერი ოჯახი და გაგვიჩნდა პატარა სესილი. მთავარი შეკითხვა, აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? აუცილებლად. ას განხილვას არ ექვემდებარება. აუცილებლად დაბრუნდებით ჩვენს კუთხეში, ჩვენს ქვეყანაში. აუცილებლად ჩვენ ქართულ ტრადიციებს ვაგრძელებთ სულ. ხშირად გვაქვს ბორანო. აჭარულები. ხინკასაც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ჩვენი. ჩემი მულები გვიგზავნიან დავწნით ყველას რასაც ქვია და ეს არის სულგუნი, თაფლი, ისინი უფრო ბორანოს, სინორს და მსგავს კერძებს ვინ ამზადებს ოჯახში? რძლები არ არიან. ბიჭები. სტილობ უფრო აქტიურობ მე და ბებო, ბებო მეხმარება. ესე იგი დღეს ბორანოს ვინ გვიმზადებს? მე და გამომზადე. მეცდები ყავს საუკეთესო გამომივიდა. ესე იგი დღეს უნდა მოვამზადოთ ბორანო, ვიმყოფებით ბარში და ვამზადებთ აჭარულ ბორანოს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, აქ სულ სხვა გემო ექნება.
ვიმყოფებით იტალიაში, ბარის პროვინციაში და უნდა მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი, რომელსაც დღეს სპეციალურად ბუბა და დავითი მოგვიმზადებენ და თუ რას მოგვიმზადებენ, ისინი ახლა ერთხმად გააჟღერებენ, აბა რას ვამზადებ? დავაგემოვნოთ შემდეგში. რას ვამზადებ? ბორანო. აქეთ მე შუახევი დამარდა უფრო გავიწევი კარტოფილის ბორანოს მოგიმზადებთ. დიახ, მეგობრებო, თქვენ კი დააგემოვნეთ ეხა, რომელი უფრო მოგეწონებათ. დიახ, მეგობრებო, ჩვენ უნდა მოვამზადოთ ბორანო, იმიტომ რომ ერთ-ერთ გამორჩეულ აჭარულ ოჯახს ვსტუმრობთ და რასაკვირველია, არ შეგვეძლო ამ ყველაფრისთვის გვერდი ჩაგვევლო, ასე რომ გამოგვყევით, გვიყურეთ და ჩვენთან ერთად გაიზიარეთ უგემრიელესი ბორანოს რეცეპტი, რომელიც სპეციალურად ბარში მზადდება. დავიწყეთ. ხო, რასუნები ტრიალებს. როგორი სურნელი დატრიალდა. უფ. აი, აჭარულ კერძებს მე მაინც ვერაფერს ვამჯობინებ, რა გავაკეთო. რა თქმა უნდა, ეხლა უნდა გთხოვოთ, რომ დააგემოვნო ორივე და შეგვიფას. აბა დავაგემოვნო. აქეთ სხალთა, იქეთ შუახევი. სხალთა და ნიგაზეული. კი. ნახოთ, რომელი უფრო გემრიელი გამოვიდა. მე დარწმუნებული ვარ, ერთმანეთზე უკეთესია. ორივე ბორანო, მაგრამ აი ეს არის კლასიკური ბორანო. და აბა ნახოთ როგორი გამოვიდა კარტოფილის ბორანო. მე როგორც დიდი აჭარელი დეგუსტატორი თქვენთვის მოგვინდია ეს საქმე. შევაფასებ. აბა ნახოთ. აგებრელია. ოჩახ ბუა. კარგია. აბა ნახოთ. ესეც როგორი კარგია? ანუ არ გვავიწყდება ჩვენი ტრადიციები და ჩვენი გემრიელი ბორანოს გაკეთება. ვინ იფიქრებს, რომ ახლა ჩვენ იტალიაში ვართ? აქ ძალიან ქართული გარემო სუფევს. მე მიხარია, რომ ეს ადამიანები ინარჩუნებენ წინაპრების დანატოვარ ტრადიციებს, რაც მთავარია უფრთხილდებიან ტრადიციულ სამზარეულოს და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი თაობებს გაუზიარონ. სანამ დაგემშვიდობებით, მინდა საჩუქარი გადმოგცეთ. რახან ესეთი კარგი მზარეულები ხართ და გიყვართ აჭარული სამზარეულო. მე თქვენ ჩამოგიტანეთ კულინარიული მოგზაურობა აჭარაში, სადაც ყველა ის აჭარული კერძი არის წარმოდგენილი და თან ამასთანავე მათი მომზადების მეთოდები და რეცეპტებია და გამომრავალფეროვნად. გამოგადგებათ, აი ნაღვი ბორა როგორ მზადდება. მოგესიმადლობა. და ეს უგემრიელესი ჩურჩხელა, რომელიც მოგესიმადლობა. აჭარიდან ჩამოვიტანეთ. მადლობა თქვენ მასპინძლობისთვის და მადლობა რომ ინარჩუნებთ ამ ყველაფერს შუაგულ ევროპაში. ძალიან დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და საჩუქრებისთვის ასევე. გაიხარეთ. დროის სიმცირის მიუხედავად შევეცადეთ ყველგან მივსულიყავით. ზოგ ადგილას მისვლა გამოგვივიდა, ზოგ ადგილას სამწუხაროდ არა. თუმცა რაც მთავარია, გავიცანით ემიგრაციაში დაბადებული პატარა ქართველები, რომლებიც ქართველი პედაგოგების დახმარებით მშობლიურ ენას და კულტურას დიდი სიყვარულით სწავლობენ.
ნათია, მე როგორც სამხრეთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ამასთანავე მშობელი, თავს უფლებას ვერ მივცემდი, ისე დასრულებულიყო თქვენი მოგზაურობა სამხრეთ იტალიაში, რომ არ გამეცნო ქართული საკვირაო სკოლა იმედის დამფუძნებელი და ის აღსაზრდელები ქართველი ემიგრანტი ბავშვები, რომლებიც იტალიაშიც კი ქართულად იზრდებიან და ისინი არ კარგავენ თავიანთ ფესვებს. ახლა წავიდეთ, პირადად გაგაცნობ საკვირაო სკოლა იმედის ბავშვებს, არაჩვეულებრივ პატარა ქართველებს, რომლებიც მშობლიურ ენასთან ერთად მიმღები ქვეყნის კულტურასა და ისტორიასაც ეუფლებიან. ნათია, მოვედით იმედში და ამ ბავშვების ნახვა მართლა უდიდესი მეწმაძლევს. ახლა გაგაცნობთ. გამარჯობათ ბავშვებო პირველ რიგში. გამარჯობათ. ქართულად. ახლა გაგაცნობთ სკოლის დამფუძნებელს, ქალბატონ ცინარი ღვალაძეს და დანარჩენს თავად მოგიყვებათ ამ შესანიშნავი ფასდაუდებელი საქმის შესახებ, რომელიც საფუძველი 8 წლის წინ ქალბატონმა ცინარემ ჩაუყარა. გამარჯობათ. პირველ რიგში სასიამოვნოა ჩვენი ესე ახლოდან გაცნობა. ქალბატონო ცინარი, პირველ რიგში მადლობა, რომ ესეთ ქართულ საქმეს აკეთებთ საქართველოსთან მოშორებით და ამდენ ბავშვს ვცდილობთ, რომ ასწავლოთ ქართული ენა, კულტურა და ის ტრადიცია, რომელიც ჩვენმა წინაპარმა დაგვიტავა და ჩვენ ესე ვცდილობთ, რომ გავუფრთხილდეთ. როდესაც კითხვას მისვავენ, თუ რამ გადამაწყვეტინა მე საკვირაო სკოლის ჩამოყალიბება, ალბათ ბავშვებზე ზრუნვა. ბავშვების სიყვარულმა, სამშობლოს სიყვარულმა, იმიტომ რომ მე როდესაც ჩამოვედი და პირველად ემიგრანტი გავხდი, როგორ მიჭირდა ინტეგრირება უცხო ქვეყანაში, სადაც ენა არ იცი მისი კულტურა, არ იცი ადათ-წესები. წარმოვიდგინე ბავშვები ჩემს ადგილას, რამხელა სირთულეს წარმოადგენდა ეს. ხედავდი ქუჩაში ბავშვებს, რომლებიც იტალიურად საუბრობდნენ და გული მიკვდებოდა შინაგანად, იმიტომ რომ ბავშვები, რომლებიც აქ დაიბადნენ, სხვათა შორის შერეული ოჯახებიდან არიან, მშობლებს არა აქვთ დრო, რომ ბავშვს დაუჯდეს და ასწავლოს თავისი მშობლიური ენა, წერა, კითხვა. ამიტომ გადავწყვიტე, მოდი მე გავაკეთებ საკვირაო სკოლას, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები ეს ხომ საქართველოსთან წამოსული ფესვებია და აი აქ უცხო ქვეყანაში, იტალიაში გაიფურჩნენ და ხეებად გადაიქცნენ, მაგრამ მე ვიცი რომ ეს ფესვები მათ თავის სამშობლოში დააბრუნებს. მე მინდა მადლობა გადაუხადო თვითონ ჩემს პედაგოგს, იმიტომ რომ ისინი არა, მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი. აქვე ჩაგეკითხებით, რამდენი პედაგოგი გყავთ, რას ასწავლით ბავშვებს ძირითადად და რამდენი ბავშვი სწავლობს? სულ 5 პედაგოგი მყავს, დაახლოებით 40 ბავშვია დღეს აკლია სხვადასხვა მიზეზების გამო. ბავშვებს მოუხარიათ აქ მოსვლა. ტირილი უნდათ. სახში წასვლა აღარ უნდათ. ეს რამხელა რამეს ნიშნავს, ხო? მარტო სასწავლო სკოლა კი არ არის. აქ პატარა საქართველოა. აქ საქართველოს ისტორიაა. სანამ ზაგემშვიდობებით, მე მინდა გითხრათ, რომ ამ ბავშვებს შეუძლიათ, რომ უყურონ ჩვენს გადაცემას, ჩვენს ვიდეოებს, ერთი დღე სოფელშის არაერთი გადაცემა განთავსებული YouTube არხზე, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ნახონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ისტორია, ტრადიციების, სამზარეულო, ფოლკლორი და ვფიქრობ, შემეცნებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გაკვეთილი, რომელსაც ბავშვებს მიაწოდით და გამიხარდება თუ პირიქით, მადლობა თქვენ ასეთი კარგი შემოთავაზებისათვის და ჩვენ ბავშვებს დიდ ეკრანზე ვაჩვენებთ აუცილებლად თქვენს გადაცემებს. აი ხა გითხარით რა მოგვიმზადეთ ბავშვებო? მე როგორც ვიცი ქართულად კიდეც ამბობენ ლექსებს, ღერიან, დარწმუნებული ვარ ცეკვავენ კიდეც. კი, ყველაფერს აკეთებენ, საუკეთესოდ გამოსდით ყველაფერი ჩვენს ბავშვებს. ჯერ ერთი აქ დავდივარ, იმიტომ რომ წერა კითხვა მინდა ვისწავლო ქართულად და მშობლიური ენა ვისწავლო კარგად.
მეორე იმიტომ რომ მაინც თუ აქ იტალიაში ვარ ვიგებ კარგად რომ ძალიან სულ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ყველა ერთმანეთს დავეხმარებით და ერთად ძალიან ბევრ რამებს გავიგებთ. საქართველოში ხარ ნამყოფი? პატარა რო იყავი მარტო ერთი თვე. გინდა რომ წახვიდე? გაინტერესებს? კი, ძალიან. რა გაინტერესებს საქართველოში ყველაზე მეტად? ჯერ ერთი იმიტომ რომ იქ ჩემი ბებო და პაპა უნდა ვნახო. მე იმიტომ რომ აი ვიცი რომ იქიდან ჩემი ფესვები არიან. მაინც თუ სხვაგან დავიბადე, ჩემი ფესვები სულ იქ რჩება და მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, ავტორი მუხრან მაჭავარიანი. ეს ჩემი ლექსი ბავშვებო, არც შემოდგომას ეხება, არც სურათია ზამთრისა, არც გაზაფხულის შექება. ეს ლექსი გახლავ თავი, მე შემოვდივარ ძაგებით, იმ თქვენი თანატოლების, იმ თქვენი ამხანაგების, საუბედურო რომელნიც ისე აღზრდილნი არიან, ქართულად ხმას ვერ იღებენ, რუსულად გაგიხარიან. საქართველოში როცა გვტებოდეთ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე. წუთით ვეც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. მე სანამ ბავშვების მიერ შესრულებულ სიმღერას მოვისმენთ, მინდა რომ საჩუქარი გადმოგცეთ, რომელიც ჩამოგიტანეთ აჭარიდან. ეს არის ღვინო ქართული, უღრმესი მადლობა. რომლითაც შეგიძლიათ თქვენი ნებისმიერი წარმატება აღნიშნოთ. ეს საქართველოს დროშა ვიცი რომ გამოგადგება. მადლობა. ბავშვებო. უღრმესი მადლობა, უღრმესი მადლობა. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. თუ ოდესმე ვინმე ჩემთვის უჩუქებია. ძალიან მიხარია ძალიან. აი და ეხლა გითხარით რას გვიმღერებენ ბავშვები და თან მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ახლა აი ძალიან ელოდება ამ პატარა ემიგრანტების მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერას. ჩვენი ირმა მასწავლებელი ჩემს პატარა იმედელებს ამღერებს საქართველოზე სიმღერას. სხვას არაფერს არ ვინატრებ, შესჭერხმაშ რომ ბუდე მქონდეს, მოვკვდები და შესიმართლეს, მე ვერ დავთმობ ვერასოდეს. საქართველო ჩემი გული, სანთელი ვით უნდა ეთოს, მშობელი ვით საყვარელო, დედასავით ერთადერთო, დედასავით ერთადერთო. გახსენება ახლაც მიჭირს, აღმართელი როგორც წრემლი, ვითობოლი გლეხის ბიჭი, მოდიოდი ფეხში შველი, აგიოხრეს მთადამდელო, ამდენ უნდა თითქოს ბედი, მას გაძლებს საქართველო, დამზის შუქზე გამოწვევი, დამზის შუქზე გამოყვები. საქართველო ჩემი გული, სანთელი ვით უნდა ეთოს, მშობელი ვით საყვარელო, დედასავით ერთადერთო, დედასავით ერთადერთო, დედასავით ერთადერთო. ამ ყველაფრის ნახვა და მოსმენა ნამდვილად ემოციური იყო. მიუხედავად სიშორისა, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, აქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი ისტორია, წარმომავლობა და ტრადიცია პატარა ემიგრანტმა ბავშვებმა არ დაივიწყონ.
მოკლედ თუ თქვენ იტალიაში ბარში მოხვდებით, იცოდეთ რომ აქ მცხოვრები ქართველები კიდევაც მღერიან ქართულად, ამზადებენ ტრადიციულ კერძებს და რაც მთავარია ერთმანეთს ქართულად ესაუბრებიან. მადლობა მათ და მადლობა ყველა ემიგრანტს.